ეს მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით. ჯერ პირველი დავიწყოთ იმით, რომ მოხვდით იმ 45 ქვეყანას შორის, რომლებმაც უკვე აღმოფხრეს და ეს აღმოფხრა ნიშნავს იმას, რომ შიდა გადაცემის ფაქტები აღარ ფიქსირდება ჩვენთან. ანუ ჩვენი ქვეყნისთვის ის არ წარმოადგენს ჩვეულებრივ მოვლენას, როცა ადამიანებს ემართება და შემდეგ სხვა ადამიანებს გადასდებენ. თუმცა იმპორტირებული შემთხვევები გვაქვს ხოლმე მაინც, როცა შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება რომ ჰქონდეთ მალარია და ასეთ შემთხვევები ფიქსირდება. ეს 45 ქვეყანა სხვადასხვა დროს გათავისუფლდა მალარიისგან და ჩვენს რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მალარიისგან თავისუფალი სტატუსი მოიპოვა, ეს იყო სომხეთი 2011 წელს, მერე უკვე იყო რუსეთი და ბოლო წლებში უკვე მაგათ შარშან ასევე მიიღო ეგვიპტემ და წელს ვართ პირველი ქვეყანა 2025 წელს, რომელმაც ჩვენ მივიღეთ და რეალურად ხო აზერბაიჯანმაც მანამდე 2023 წელს და რეალურად თურქეთი დარჩა, რომელიცაც არ აქვს ჯერჯერობით ეს სტატუსი. საერთოდ ჯამში ეს სურათი ჩვენ ძალიან კარგ რაღაცას გვეუბნება, რომ როგორც თქვენ შესავალში აღნიშნეთ, ტედროსის სიტყვაშიც იყო, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მკვლელი მსოფლიოში და ეს არის თან ახალი ამბავი. ისტორიულად ფაქტობრივად ასე იყო, მათ შორის საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მონაცემები, რა ხდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა 20-იან წლებში დაახლოებით 30% ავადობდა მალარიით. თუმცა შემდგომში რაღაც ღონისძიებები გატარდა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა მალარიის გავრცელება საქართველოში. ეს ძირითადად 50-იან წლებში მოხდა და ეს მოხდა პესტიციდების აქტიური გამოყენებით, როცა მალარიაზე ორი სიტყვა ვთქვათ, ხო, რა ტიპის დაავადება. აუცილებლად ეს მინდოდა ახლა მეკითხა, სანამ გადავალთ ღონისძიებებზე, თავად მალარია რამდენად საშიში დაავადებაა, საიდან ჩნდება ეს რომ ავუხსნათ მაყურებელს? ხო, მალარია არის ეგრეთ წოდებული ვექტორული დაავადება, რომელიც რაც ნიშნავს, რომ შუამავალი ორგანიზმებით გადაეცემა ადამიანს და ეს არის პარაზიტი. პარაზიტი, რომელიც კოღოებით ხდება ადამიანის ორგანიზმში. ხო, ჩვენს მაყურებელს ვარ შეეშინდეს, ყველა კოღოზე არ ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი სახეობა, ანოფელესი, რომელიც ვიზუალურადაც ცოტა განსხვავდება, ესე ფიზიკურად ამოცნობაც კი არის შესაძლებელი, ეს კოპლები აქვს მას და აი ისინი არიან მასპინძლები ამ პლაზმოდიუმის ამ პარაზიტის და კბენის დროს მათ შეუძლიათ დაავადონ ადამიანებს, ძირითადად ღამის პერიოდში ხდება ხოლმე. შესაბამისად, განსაკუთრებული გარემოში არიან ასეთი ტიპის კოღოები თუ ნებისმიერი? კი, მათ ჭირდებათ, ისინი ძირითადად აი ჩვეულებრივი კოღოებისგან რითი განსხვავდებიან, თან ხო, რომ კოღოებს ჭირდება ტენიანი გარემო. თუ ჩვეულებრივი კოღოები დღის განმავლობაში ციკოებებიან, მდინარეების პირას არიან და ასე შემდეგ, ისინი ძირითადად ჭაობების და აუზების გარშემო არიან. ამიტომ იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში უფრო მაღალი გავრცელება საქართველოში, იმიტომ რომ აი დასავლეთ საქართველოსთან განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჭაობები ძალიან ბევრი იყო. შემდგომში მიმდინარეობდა უკვე აი კოლხეთის ჭაობების დაშრობის პროექტი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ეს რაოდენობა. აი არქივშიც თუ ჩაიხედოთ, ძალიან საინტერესო მონაცემებს ნახავთ. მაგათ 1918 წელს, როცა ჩვენ პირველი რესპუბლიკა შეიქმნა და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, პრესაში ქვეყნდებოდა ხოლმე შემთხვევები იმ დაავადებების, რომელიც COVID-19 დროს როგორც ჰქონდა. დღიურად რა რაოდენობების სტატისტიკა აღირიცხებოდა და მათ შორის იყო ხოლმე მალარიის შემთხვევებიც. და ესეთი იყო ძალიან ბევრი. საინტერესოა რა სიმპტომები ახასიათებს უკვე ადამიანის ორგანიზმს მას შემდეგ, რაც შეიძლება მას დაემართოს მალარია და რამდენად საშიშია, რა ტიპის დარღვევებს იწვევს ადამიანის ჯანმრთელობისთვის? ერთი შეხედვით არაპროფესიონალმა შეიძლება სხვა დაავადებებისგან ვერ გაარჩიოს, იმიტომ რომ ცხელება, რომელიც მას ახასიათებს, ხო, ასეთი სიმპტომები ბევრ დაავადებას ახასიათებს. მაგრამ მას მძიმე მიმდინარეობაც ახასიათებს, რომელიც აი თანამედროვე სტატისტიკა რო ვთქვათ, დღესდღეობით, ხო, აი ყოველწლიურად დაახლოებით 240 მილიონი ადამიანი ინფიცირდება მალარიით და დაახლოებით 500.000-600.000 სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება და უმეტესობა მათგანი არიან ბავშვები. აი მასე ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის არის მსუბუქი დაავადება. ეს თუ არასწორი მართვა მოხდა, მაგ შემთხვევაში დგება ასეთი მარტო არასწორზე არ არის. ეს გლობალური გამოწვევაა და ძირითადად უფრო დაკავშირებულია ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ნაკლებობასთან. დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ან საერთო დიაგნოსტირების შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც შესაძლებელია, რომ გართულებები არ მოხდეს ამ დაავადებას. თლათ ესე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ მისი მკურნალობა ასევე ცალკე
გამოწვევა. ჩვენ გვახსოვს მედიკამენტი ქინა, ხო, გვახსოვს ხო იმიდან ისტორიულად. აი ეს მედიკამენტი რის საფუძველზეც იყო დამზადებული, ხო, ეს ქინინი, ეს არის ერთ-ერთი მცენარისგან მიღებული ექსტრაქტი და მაგალითად ეს ქონდა როგორც ჩვენ ერთ-ერთი წამალი. თუმცა მას აი ამ დაავადებას ახასიათებს მაღალი რეზისტენტობა. ერთის მხრივ თვითონ ეს კოღოებიც იცვლიან ფორმებს და ეგუებიან ახალგარემოს და მეორეს მხრივ თვითონ ეს პარაზიტიც, რომელიც მათში ბუდობს. ამიტომ ფორმებს იცვლის და შესაბამისად ჩვენ კარგავთ ხოლმე იმ ინსტრუმენტებსა და იარაღებს, რომელიც მის წინააღმდეგ გვაქვს. მათ შორის დავკარგეთ ეს მედიკამენტიც. ეხლა სხვა მედიკამენტები გამოიყენება, რომელიც გაცილებით მაღალ ეფექტურია, ამ ეტაპზე ესენი მუშაობს, თუმცა ის გამოწვევა მაინც არსებობს, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ მათაც შეიძლება რომ რეზიდენტობა განივითარონ და სხვა ფორმები ქონდეს უკვე ამ დაავადების. როგორია სტატისტიკა საქართველოში? თქვენ თქვით, რომ ეს ჯანმოს ეს აღიარება, ასე ვთქვათ, არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ აღარ არსებობს, ხო, ეს დაავადება შესაძლოა იყოს იმპორტირებული. წელიწლის განმავლობაში, ვთქვათ, რამდენი ადამიანი ავადდება საქართველოში მალარიით? რამდენი წელია, რაც არის, ვთქვათ, უკეთესი შედეგი, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა ჯანმოს? სხვადასხვანაირი მონაცემები ჰქონდა ჩვენ აიგივე საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა დაიწყო ეს მასობრივი ბრძოლა მალარიის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ პესტიციდების გამოყენების, ჭაობების დაშრობის და ასე შემდეგ. შემდგომში შედარებით სტაბილური პერიოდი ჰქონდა, ანუ ბევრი სახეობა აქვს მალარიას და ძირითადი მკვლელები მაშინ ძალიან შემცირდა. შემდგომში აი 90-იან წლებამდე რაღაც სტაბილურობის პერიოდი ჰქონდა, მე 90-იან წლებში ისევ გამოჩნდა, მე ისევ შემცირდა და აი 2000-იანების დასაწყისში კიდევ ჰქონდა ჩვენ შიდა გადაცემის შემთხვევები. თუმცა 2005 წლიდან რეალურად ჩვენ უკვე შევუერთდით საერთაშორისო ხელშეკრულებებს და ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ მალარიას აღმოფრიდით, ამაში დაავადებათა კონტროლის ცენტრი მონაწილეობდა, გვეხმარებოდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველაზე უფრო აქტიურად და ჩვენ აღარ გვაქვს 2013 წლის შემდეგ აი ეს ადგილობრივი შემთხვევები გადაცემის, მაგრამ ათეულობით შემთხვევა შემოტანის კიდევ ფიქსირდება. თუმცა აქვე მოდი დავამშვიდოთ ხალხს და ვიტყვით, რომ ჩვენ გვაქვს მალარიის სახელმწიფო პროგრამა. ეს მალარიის სახელმწიფო პროგრამა რას ნიშნავს? რომ მალარიის სახელმწიფო პროგრამით მედიკამენტები, რომელიც არის საჭირო, უფასოდ გაიცემა, ასევე ზედამხედველობა მიმდინარეობს იმ ტერიტორიებზე, რომელიც აი მალარიოგენულ ტერიტორიებს ვუწოდებით, ხო, იმიტომ რომ აი ამ კოღოების რაოდენობრივი კონტროლი მიმდინარეობს იქ. აი ამ ფაქტორებმა ერთობლივად, ხო, მოგვცა ის შედეგი, რომ დღეს ჩვენ შიდა გადაცემის შემთხვევები არ გვაქვს და მართული არის შემოტანის შემთხვევები. ამაში აქტიურად იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩართული და ასევე მონიტორინგს ახორციელებდა, იმიტომ რომ ერთია ჩვენი მონაცემები და მეორეა მათი ჩართულობაც, რომელმაც დაადასტურეს ეს მიღწეული პროგრესი და სწორედ ამის შემდეგ მოხდა ნომინირება ჩვენი ქვეყნის როგორც მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის და ამის საფუძველზე მივიღეთ ეს სტატუსი. ბოლოს მინდა გკითხოთ, ვაქცინაცია თუ არსებობს მალარიის? მალარიის ვაქცინა 2021 წელს გამოვიდა, შემდეგ 2023 წელს მეორე თაობის ვაქცინები მივიღეთ, მაგრამ ეს ვაქცინები არ არის უნივერსალურად ხელმისაწვდომი და მით უმეტეს ეს 2021 წელს გამოშვებული ვაქცინა არ გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. ამიტომ აი გასულ წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაახლა 17 ყველაზე საშიში პათოგენის, უბრალოდ საყურადღებო პათოგენის სია, რომელთა შორისაც იყო მალარია. ეს რას ნიშნავს? ეს იყო მოწოდება ერთგვარი, რომელი იყო ის დაავადებები, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზეც უნდა მეტი ძალისხმევა გაიწიოს და მალარიაც მათ შორის იყო. რატომ? იმიტომ რომ რომელ ქვეყნებში არის ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა? ეს ვაქცინები ამ ეტაპზე აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს მასობრივი ვაქცინაცია, იქ სადაც ყველაზე უფრო მაღალია გავრცელება და სადაც შედარებით ნაკლებად არის განვითარებული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა, სადაც უჭირთ ხოლმე მაგალითად დენგეს ცხელების, მალარიის და სხვა მსგავსი ტიპის დაავადებების ერთმანეთისგან გამორჩევა და შემდგომში უკვე ამ გამორჩევის შესაბამისად მკურნალობა და ამიტომ გვაქვს სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლებიც. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესენი არის ცოტა ძვირიც არის, ამიტომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და შესაბამისად ველოდებით უფრო ეფექტურ ვაქცინას, რომელიც მომავალში გვექნება.